მოკაია. ეს რუსულია. ნახოთ ახლა როგორ უნდა გავფრთხნათ. თავი მოვაჭრეთ. აქ ამჯერ რაც აცვია, ეს უნდა მოვაშოროთ. აი ესე. და აი ამას უკვე შევჭამთ. გემია ვარ. მე შემოვედით ნომერში და ნახეთ ეს რა საყვარლობა დაგვხვდა. იცოდნენ როგორ წელი გქონდა, იმიტომ რომ ლაპარაკის დროს გაიგეს და მოგვიოცეს და ესეთი მისალოცი ბარათი არის და ბარში კოქტეილები საჩუქრად. ძალიან საყვარლებიან მართლა. გავაკეთეთ ახლა ჩეკაუთი. 12-ის ნახევარია და თურმე 11-ზე ყოფილა ჩეკაუთი და არ ვიცოდი, მაგრამ არა უშავს, გამოვიყენე ასევე ის ბარათი, რაც მან ჩუქეს, აი კოქტეილებს რო გჩუქნიან ამ ჰოთელის ამბების გამო, მაგრამ კოქტეილისთვის არ გამომიყენებია, ყავები ავიღე, იმიტომ რომ ძალიან ადრე ახლა კოქტეილისთვის.ავლევთ და წავალთ ჯერ საპატრიარქოში, პატარ-პატარა საქმეებზე, შემდეგ უკვე ლარნაკაში დავბრუნდებით. არა ეხლა მივდივართ აეროპორტში, ვაცილებთ ბოლონაკაც, დედაჩემს, კიოსკი და ერთი ძმაკაცი არის აქ ახლა წავლენ და დავრჩებით სულ მარტოები. როგორ არ მიყვარს აქ მოსვლა, არცა ვინმე მიდის. არ გინახავ დედასვლა. კაცე. დამსახურებულ მაკდონალდს მივირთმევთ ამდენხნიანი შიმშილის შემდეგ. მართლად რო არ მქონდა ხოლმე ჭამის და ეხა ისე გემრიელად ჭამთ, რა იმეტი არ შეიძლება, ამიტომ დავასრულეთ ჩვენი ქორწილის კვირეული. გამარჯობა მეგობრებო, ჩამოვედი საქართველოში. არ გადამიღია ჩამოსვლის ვლოგი, ამიტომ ცოტა სიურპრიზი იქნება ალბათ თქვენთვის. მაგრამ უცბად მინდა რომ გაჩვენოთ და გავაკეთოთ unboxing-ი, რადგანაც აქ ჩამოსვლისას duty free-ში შევიძინეთ ძალიან კარგი ნივთები. სამწუხაროდ მუშაობ, იმიტომ რომ შებულება აღარ დამრჩა და ეხლა ცოტა ხნით შესვენება ავიღე. მოდი გავაკეთოთ ერთად unboxing-ი ჩემი ოცნების სათვალეების, რომელიც გახავთ მიუ-მიუსი და ძალიან დიდი ხანია მინდა. უბრალოდ ერთი პერიოდი აღარ ვაპირებდი ყიდვას, რადგანაც მთელ სოფლიოს ჰქონდა უკვე და ძალიან ტრენდული გახდა და რაღაცნაირად სურვილი დავკარგე. თუმცა რაღაც დროის მერე ისევ მომიდა და გადავწყვიტა, რომ თუ რაღაც ძალიან მომწონს და მიხდება, რატომაც არა დაეკეთოს მთელ სოფლიოს მეც ვიქნები ერთ-ერთი მათგანი. ეს სათვალე გახლავთ, სხვათა შორის ძალიან მძიმე და ცოტა არაკომფორტული
ჩასადები აქვს. ესა თვალი გახავთ Miu Miu-ს ესეთი viral მოდელი, შავი, კლასიკური. მგონია რომ ჩემს სახეს ძალიან კარგად ჩააჯდა და მოუხდა. მაინტერესებს ძალიან თქვენი აზრი, მიხდება თუ არა მართლა. ვფიქრობ, რომ ცუდი არ არის. არ ვიცი, მიხდება მე მგონი. დაუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრი. არის საკმაოდ მაღალი ხარისხის და ესეთი ბრენდული სათვალე მგონი პირველად მაქვს, Ray-Bans თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ ეს გაცილებით უფრო მაღალ ბიუჯეტური არის, მაგრამ არ ვიცი, რაღაცნაირად მომიდა, რომ ჩემ თავს გავუკეთო საჩუქარი. ეხლა გაჩვენებთ უკვე შემდეგ პროდუქტებს, რომელიც არანაკლებ გამიხარდა. თელს TikTok-ზე არის, არ ვიცი, ისეთი viral, რომ ვერ აგიხსენებთ, ყოველი მესამე ვიდეო მხვდებოდა აი ამ Dior-ის ტონალურ სტიკზე, რადგანაც ყველა კმაყოფილია, ვინც გამოიყენა აბსოლუტურად რაღაცნაირად კარაქივით ნაწილდება. ესეთი სტიკი არის. ესე ამოდის პროდუქტი. სხვათა შორის ძალიან კარგი სუნი აქვს. მე პირადად მომწონს. კარგი გამოსაყენებელი იქნება, პრაქტიკული. ვიდეოებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ არ არის რაღაცნაირად მძიმე ტონალური და სისიკრემივით უფრო მიდის, ვიდრე რაღაც ტონალურივით. გამოვიყენებ აუცილებლად და გაგიზიარებთ, თუ და გაინტერესებთ და შევიძინე შედარებით უფრო მუქი ტონი, ვიდრე მჭირდება ოდნავ, იმიტომ რომ ბრუჯი მაქვს და ალბათ მექნება კიდევ დიდი ხნის მანძილზე. ეს არის ნომერი 3. ხო, 3 ნომერია და როგორც გითხარით, ოდნავ მუქი არის. შემდეგი პროდუქტი გახავთ Charlotte Tilbury-ის setting spray, რომელიც არ ვიცი, დიდი ხანი ვუტრიალე იქიდან აქედან გავიდა დრო და საბოლოოდ მაინც ვიყიდე და მოვეკეცი გავლენის ქვეშ, იმიტომ რომ ამ პროდუქტსაც ძალიან აქებენ. მე არ ვყიდულობდი ამ პროდუქტს, რადგანაც ფიზიკურად არ მჭირდებოდა setting spray, იმიტომ რომ მაკიაჟს არ ხმარობ და დიდად მაკიაჟის მოყვარულიც არ გახლავართ და შემჭირდებოდა, მაგრამ რადგანაც შევიძინე ეს Dior-ის სტიკი, უკვე დამჭირდა ეს დასაფიქსირებელი სპრეიც. ვიცი რომ ყველა აქებს ვისაც კი გამოუყენებია. და ვიყიდე პატარა ზომის travel size, მაგრამ ჩემთვის სრულიად საკმარისია, ალბათ 1 წელი მეყოფა, ან მეტი. სულ ეს არის ჩემი duty free-ის შენაძენები. კიდევ რამოდენიმე დეოდორანტი ვიყიდე, რომელიც აქ ფიზიკურად არის შევება. და ასევე ვიშის დეოდორანტები ჩამოვიტანე კვიპროსიდან, იმიტომ რომ მეოთხედ ფასად არის იქ, აქ როგორც ვიცი 50 ლარს გადააჭარბა, ალბათ გეთოდინებათ რომ ვიშზე მაქვს საუბარი. თუ და გაინტერესებთ კიდევ მსგავსი unboxing-ები, აუცილებლად გამიზიარეთ, როგორ მოგწონთ ეს კონტენტი, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი ნივთი, რომელსაც ესე არ ვიღებ ხოლმე და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ თუ და გაინტერესებდეთ. რადგანაც საქართველოში ყოფნისას ვლოგი არ გადამიღია, გადავწყვიტა რომ აი ესე კადრები შევაკოწიწო და მოგიყვეთ რამდენიმე სიტყვით თუ რა გავაკეთე თბილისში ყოფნისას. პირველ რიგში როგორც უკვე ხედავთ, ცხენზე ჯირითის სწავლა გადავწყვიტე. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და როგორც იქნა დადგა ის დღე, როცა ავიხდინე, მართლა ძალიან დიდი ხანი მინდოდა და ვერ ვაბავდი თავს. არაჩვეულებრივი იყო, ძალიან მომეწონა, უკვე ლანაკაშიც დავიწყე ძებნა, იქნებ ვიპოვო სადმე, რამე პატარა რანჩო, დიდი სიამოვნებით ვიულიდი ხოლმე. საკმაოდ რთული ყოფილა, მინდა აღნიშნო, მაგრამ ნამდვილად ღირს, ნამდვილად საოცრება არის და მოკლედ 10-დან 10 იყო ჩემთვის ეს გამოცდილება. ცხენი ზოგადად როგორც ცხოველი უზომოდ მიყვარდა ყოველთვის და რომ მეკითხებდნენ ბავშვობაში საყარელ ცხოველს ყოველთვის ცხენს პასუხობდი ხოლმე და ერთ სიტყვით აი ესეთი სიყვარული გვაკავშირებს მეტად ცხენებს. ვეცადე რომ საქართველოში ყოფნისას ყველაფერი ის განაკეთებინა, რაც ძალიან მენატრებოდა და მინდოდა. ერთ-ერთი იყო მაგალითად კინოთეატრში წასვლა, კავეაზე გიშტები და ლანაკაში დიდად არ მომწონს კინოთეატრები, ამიტომ კავეაშიც ვიყავი, დრონი ვნახე და ძალიან მომეწონა. და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედით საქართველოში, არის ლუკას და ანის ქორწილი, ჩვენი მეგობრების ქორწილი. ძალიან კარგი დრო ვატარეთ, კარგად გავერთეთ და იმედია თქვენც მოგეწონათ დღევანდელი ჩემი ვლოგი. დროებით.